კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვიქტორინაში გამარჯვებულები დაასაჩუქრა. 2010 წლის შავი ზღვის ფესტივალზე ჩატარებული ვიქტორინის სწორი პასუხის ავტორებს სამინისტრომ საჩუქრად 2011 წლის ბათუმის ჯაზ ფესტივალის სრული პაკეტი გადასცა. გამარჯვებულებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არტ-კაფეში თავად მინისტრმა ნიკოლოზ რურუა მიუღია. მოხდა გადაცემა ჯაზ ფესტივალის აბონემენტებისა, Flexi Jazz Festivalis აბონემენტებისა, რომლებიც ორმა ადამიანმა, ორმა ახალგაზრდამ მოიგო შარშანდელი ჯაზ ფესტივალის დროს სპეციალურ კონკურსში, სადაც მათ გასცეს ყველაზე სწორი კითხვები მუსიკის ისტორიაზე. ესეთი რაღაცა იქნება წლევანდელ ჯაზ ფესტივალზე, მინდა მიულოცო გამარჯვებულებს და უსურვო სხვა ახალგაზრდებს მიიღონ ამ პატარა მინი შეჯიბრში მონაწილეობა და მოიპოვონ ბილეთები თავიანთი მეგობრებისთვის. ჯაზ ფესტივალზე თამაშდებოდა პრიზი, რომელიც აღმოჩნდა, რომ იქნებოდა მომავალი ჯაზ ფესტივალის და ჯაზ ფესტივალზე დასწრება. გავიმარჯვე, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მოველოდებოდი თავიდან, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდი ამ კითხვაზე, რა კითხვებიც იყო რეალურად დასმული, იმ კითხვებზე პასუხის გაცემას. ამიტომ როდესაც გავეცი და გავიმარჯვე, ჩემთვის ნამდვილად იყო ძალიან დიდი ემოციის მომენტი ეს.